გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა კახეთის რეგიონული საფეხბურთო ტურნირი ჩაატარა. მამაბეჭდ სონგულაშვილის განმარტებით ღონისძიებების გამართვის ძირითადი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაციაა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტრადიციულ გათამაშებაში მონაწილეთა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალგაზრდული ცენტრი ერთობის ორგანიზებით ჩვენ უკვე რიგით რამდენიმე შეხვედრას მართავთ. ეხლა ამ ეტაპზე 18+ შეხვედრა ფეხბურთში შეჯიბრი ღვთისმადლით წარმატებით მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბულათაც და ჩვენი სულისკვეთება და ჩვენი ეს ინიციატივა ემსახურება ერთობას, ერთსულოვნებას, ერთად თამაშს და რა თქმა უნდა ჯანსაღ ცხოვრებას. ჯანსაღ ცხოვრების პოპულარიზაციას, რომ ახალგაზრდებმა დაანებონ ნარკოტიკს თავი, დაანებონ აზარტულ თამაშს თავი და აი აქ მოედანზე ვითამაშოთ ერთად, ვიმეგობროთ და აი მხოლოდ ამ სულისკვეთებით მიმდინარეობს ჩვენი მიერ ყოველი ღონისძიება. ყველა გუნდს უსურვებს წარმატებას და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ მასშტაბური თამაში გამოგვივიდა, თელავიდან ჩამოვიდა გუნდი წინანდლიდან, ანაგიდან, წნორიდან, ჩუმლაყიდან, გურჯაანის გუნდი მონაწილეობს და მადლობა ღმერთს ამ ბიჭების მადლობა მონაწილეობისთვის.